ტექნოპარკმა ინტელექტუალურ თამაშს რასად როდის უმასპინძლა მონაწილეობა გურჯაანის 12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ღონისძიების ორგანიზატორის პაატა ჩახვაშვილის განმარტებით ამ ნაკრებებმა საგაზაფხულო სერიის ფინალური ეტაპის საგზურები ვერ მოიპოვეს და საუკეთესო მეშვიდე გუნდის გამოსავლენად ერთდღიანი დამატებითი ტურის დანიშვნა ამიტომაც გახდა საჭირო. Გაიმართა საინტერესო ერთდღიანი სასკოლო თემატური თამაში, რომელიც მოიცავდა სამეცნიერო შემეცნებით ტექნიკასა და ტექნოლოგიაზე, ტექნოლოგიის სფეროზე კითხვებს, 20 კითხვიანი თამაში. მონაწილეობას იღებდა ის სასკოლო გუნდები, რომლებიც გაზაფხულის სერიაში ფინალში ვერ გადავიდნენ, ამიტომ მათთვის იყო ესეთი მეორე შანსი და ამათ გუნდში ერთი გუნდი გამარჯვებული გამოვლინდა, გაირკვა, რომელიც ასევე დაჯილდოვდა სიმბოლური პრიზით და საპატიო სიგელებით საჩუქრებით. ორგანიზატორი, რა თქმა უნდა, ამ თამაშის და იდეის ავტორი მე ვიტყოდი, იყო ჩვენი მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური და შემდგომ სასკოლო სერიებშიც ასევე არის ესეთი გათვალისწინებული იგივე იდეა, რომ იყოს ესეთი ერთდღიანი თემატური თამაშები, რომელიც დამატებით მოტივაციას აძლევთ მონაწილეებს და საკმაოდ საინტერესო თამაში გამოვიდა. ფიქრობ დამეთანხმებიან მონაწილეებიც. ჩემთვის ძალიან კარგი ღონისძიება, იმიტომ რომ ტექნოლოგიებს ეხება და ტექნოლოგიებთან კარგი შეხება მაქვს და ზოგადად ჩვენს და ეს თემატური თამაშები უფრო მეტად ცდის ზოგადად რას დროდის ის ამ პოპულარობას და შესაბამისად ვინც ფინალში ვერ გადავიდა, უფრო მეტი შანსი ეძლევა რომ კიდევ რაიმე პრიზები მოიპოვოს.